ამერიკას გთხოვთ, დიდი თხოვნით, ძლიერი სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ, თორე ცოდო ვართ, იმედი გვაქვს, რომ მოგვეშველებით, თუ გვიშველით თქვენ, თუ არა, ჩვენი მშველელი აღარ არის. ჩვენ ამერიკის მთავრობას ახლა 2024 წლის დეკემბრის დღეებში შექმნილ ტექსტს ვგზავნით, სადაც ვამბობთ, რომ ჩვენ იგივე ეგზისტენციალური საკითხი გვაქვს, ყოფნა არ ყოფნის, იგივე მტერს, ანუ რუსეთს ვებრძოლებით, რომელმაც მხოლოდ ფერი იცვალა და თუ მაშინ იყო ბოლშევისტური, ახლა არის პუტინისტური რუსეთი და იგივე სახელმწიფო, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები გვეგულება ყველაზე დიდ მხარდამჭერად და დამხმარედ. სამწუხაროდ, მაშინ ამ მიმართვამ ადრესატამდე ვერ მიაღწია. ბოლშევიკურმა რეჟიმმა მრავალი წლით გააუქმა საქართველოს დამოუკიდებლობა. მოგვიტანა უდიდესი ადამიანური მსხვერპლი, ჩვენი რელიგიისა და ტრადიციების, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნგრევა და შეურაცხყოფა და მრავალი წლით შეაფერხა ჩვენი ქვეყნის განვითარება. და დღეს ჩვენ ისევ მოგმართავთ თქვენ, ჩვენი პლანეტის ძლევამოსილი დემოკრატიული სახელმწიფოების მთავრობას. დაგვეხმარეთ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც იზეიმოს დემოკრატია. და გვაქვს იმედი, ამჯერად ჩვენი ხმა მოაღწევს თქვენამდე და პასუხი არ დააყოვნებს. ღმერთმა დაალოცოს საქართველო, ღმერთმა დაალოცოს ამერიკა. მშვიდობა საქართველოს, მშვიდობა მსოფლიოს. მიტინგის მონაწილე საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ გვინდა, რომ ამას მოჰყვეს ისეთი კამპანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს ის, რომ ილია წერდა ჯერ კიდევ 1899 წელს სტატიას ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი და იქ ამბობს, რომ ამერიკა იქნება ლიდერი და თანაც კონფლიქტებს მოაგვარებს ძმური თანასწორობით. ისიც უნდა იცოდნენ, რომ ქაქუცას თანამოაზრე იყო მაგალითად ღერენალი ქოკელი, რომელიც ამ შეთქმულთა მთავარ დამნაშავედ მიიჩნიეს 60 წლის კაცი. მაშინ 14 ადამიანი იყო ამ წერილის გარშემო შემოკრებილი და ახლა მე მგონი გაასმაგდა ეს 14 ადამიანი და სწორედ ეს გაასმაგებული ჩვენი ხმა მივა ადრესატამდე.